თომას ურწმუნოების შესახებ მინაგეთხრათ. რა იყო ეს? რატო თქვა თომამ, რომ სანამ არ ვნახავ არ დავიჯერებ? იცით ძალიან ადვილი ახსნა აქ ამას იონ ოქროპირის ქადაგებას ვიშველი ეფეხა და რას ამბობს იონ ოქროპირი, რომ წარმოიდგინეთ ესე იგი თომა მოციქულმა მოიარა მთელი მსოფლიო, ხო? ინდოეთში იქადაგა ქრისტიანობა. და როდესაც თომას კითხავდნენ, თომა დაიწყებდა, პირველ რიგში აღდგომას იქადაგებდა, ხო? თომა საიდან იცი რომ აღდგა ქრისტე? თომა ეტყოდა რომ მოციქულებმა მითხრეს, ანუ რო არ ენახა და ხელიც რო არ დაედო, ხო? მოციქულებმა მითხრეს. და შენ რა მოციქული არა ხარ? მოციქულებმა რატო გითხრეს? შენ სად იყავი ამ დროს? შენ არ უნდა გენახა, შენ არ უნდა დარწმუნებულიყავ. რომ მოდიხარ და გვიქადაგებ აქ. იონ ოქროპირის სიტყვებს გიყვებით. და ის სწორედ ეს წინასწარ გათვალა თომა. წინასწარიან გარიშას ყველაფერი და ამიტომ თქვა ეს რა თქმა უნდა და ნახეთ რა თქვა ამითი, რომ მე ვარ მოციქული. მე ისეთივე მოციქული ვარ, როგორიც თქვენ ყველანი. ამიტომ თქვენ თუ ნახეთ თქვენი თვალით ქრისტე, მეც უნდა ვნახო ჩემი თვალით აუცილებლად. ეს არა მარტო ჩემი უფლება, არამედ ჩემი ვალდებულებაა, პირდაპირ ვალდებულება და ნახეთ რას ამბობს უფრო მეტიც. უნდა მე მარტო თქვენგან კი არ უნდა გავიგონო ყურით, მე უნდა ვნახო ჩემი თვალით და რადგან მე მოციქული ვარ და მაქვს ამისი კადნიერება, მე ხელი უნდა შევახო მის ჭრილობას, რომ წავიდე და მთელ სოფლიოს უკადაგო შემდეგ, რომ მე არა მარტო მესმა მოციქულთაგან, მე არა მარტო ვნახე ჩემი თვალით, არამედ მე ხელი დავადე, ხელიც კი დავადე მის ჭრილობას. აი ეს არის მთავარი შინაარსი თომას სიტყვების და იონ ოქროპირი საოცარი მხადაგებელია და აი ამ საუბარში თომას მიმართავს პირდაპირ აი შეძახილი აქვს რაღაც საოცარი. ჰოი თომა, მიყვარს ცირედი ეგე შენი ურწმუნოებაი, იმიტომ რომ დასაბამია ჩვენი დიდი სარწმუნოებისა. და მართლაც როდესაც იესოსთან მევიდა თომა და თომამ უთხრა ხელი დამადე ჭრილობას, რა თქმა უნდა არ დაადო, იმიტომ რომ მივიდა და ნახა ეს ჭრილობა და დაემხო უფლის წინაშე მომხლებზე და პირველმა მოციქულთა შორის, აი ამ ბრწყალებში ურწმუნო თომამ, პირველმა მოციქულთა შორის იესოს უთხრა სიტყვები, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. აი აქედან დაიწყო და კიდევ ერთს დავამატებ, რომ აი ამას, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ეწოდება მეცნიერული სარწმუნოება. ეგრეთ წოდებული მეცნიერული სარწმუნოების ფუძემდებლად ითვლება წმინდა მოციქული თომა. და შეგვეციოს თომა მოციქულის მადლი. ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღდგა.